პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მეც ანალოგიურად ვფიქრობ, თუ ვინმეს პირადი ინტერესები გააჩნია ამ საკითხის მიმართ, პირველ რიგში ესაა ქართული ოცნება და ქართული ოცნების მმართველი პარტიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ორი ამხელა უნივერსიტეტის 6 თვეში, როგორც თავიდან ითქვა, გაერთიანება. შემდგომ უკვე რიტორიკა შეცვალეს და ეხლა ამბობენ, რომ 2-2.5 წელი შეიძლება დაჭირდესო. ჩდება კითხვა, თუ კი თვითონ ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარეობენ ამ გადაწყვეტილებას გვაჩვენონ და გვისაბუთონ, რა კვლევები ჩატარდა, რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის და თსეუს გაერთიანება საჭიროა. ან რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მანამდე ორი უნივერსიტეტის ცალ-ცალკე არსებობის დროს რომელიმე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და თუ ჰქონდა, ვისი ბრალი იყო პირველ რიგში და იყო თუ არა შესაძლებლობა სხვანაირად მოგვარებული იყო ეს პრობლემა. მაგალითად, პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა რომ დაიწყეს ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსების გაშევება, ვისი ბრალი იყო? ის რომ უნივერსიტეტში ცუდი პირობებია, ვისი ბრალია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ბრალია, რადგან სახელმწიფო აფინანსებს ამ უნივერსიტეტებს. გარდა ამისა, მე არ ვიცი დიდ სახელმწიფოებში თუ არსებობს უნივერსიტეტი, სადაც ჯამში 40-50,000 სტუდენტი სწავლობს. თვითონ ყობახიძე კი გვეუბნება, ჩვენ რა თქმა უნდა გავაერთიანებთო, მე ზოგადად გაერთიანებასაც არ ვეთანხმები, ეს არის უბრალოდ ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვა და არა გაერთიანება და ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვის შემდგომ ვიცდებითო, რომ არ შევამციროთ სტუდენტების რაოდენობაო. აქაც თვითონ არ იყვნენ ჩამოყალიბებული. ისევე როგორც კადრები არ შევამციროთ. კი, ისევე როგორც კადრები არ შევამციროთ, იმიტომ რომ თურმე ეგეც პრობლემა არის, რომ პირადი ინტერესები აქვს თო რექტორს, ლექტორს და სხვა თანამშრომლებს რა თქმა უნდა ექნებათ. ანუ აქ პრობლემა არის არა ის თუ როგორ მოხდება ორი უნივერსიტეტის ამხელა უნივერსიტეტების გაერთიანება, არამედ რა შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, არავის არ უფიქრია იმაზე თუ რა შედეგი ექნებათ. ეხლა ხვდებიან, რომ გარკვეულწილ პრობლემებთან ექნებათ საქმე და ცდილობენ, რომ პროცესი გაიწელოს, რომ ამ პროცესის განმავლობაში რაღაცეები დაარეგულირონ, რაღაცეები შეცვალონ, რაღაცეებზე მოუწევთ და დათმობებზე წასვლა და სწორედ ამიტომ ჭირდება დრო, რომ ხალხში ამან ემოცია და ბრაზი არ გამოიწვიოს.